გაუჩინარებული ბიჭის გურამ დადიანიძის დედა და მისი ადვოკატი საგამოძიებო უწყებების მხრიდან მათი დისკრედიტაციის კამპანიაზე ლაპარაკობენ. ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს ეხმაურებიან, რომელმაც მოკვლევის შედეგად დაასკვნა, რომ დაკარგული ბიჭის Facebook პროფილზე რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტის შესახებ წინასწარ იცოდნენ ოჯახის წევრებმა და ოჯახის ადვოკატმაც. ტარიელ კაკაბაძის და სოფო ბიბილაშვილის განცხადებით ეს ტყუილია და უწყება მათ დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობს, რათა ამ გამოუძიებელი საქმის საეჭვო გარემოებები არ გამშხალნდეს. შეგახსენებთ, რომ გურამ დადიანიძის Facebook პროფილზე, რომელიც 12 წელია უფუნქციოა, 18 აგვისტოს ორსიტყვიანი პოსტი გამოქვეყნდა ოსურ ენაზე. მოვიდა დრო. სამინისტროს მტკიცებით ამ პოსტის გამოქვეყნება წინასწარ დაიგეგმა ტელეგრამის სპეციალურ ჯგუფში, რომელშიც არასრულწლოვნის დედის ახლონათესავი და სხვა დაინტერესებული პირები იყვნენ გაერთიანებული. ამ პოსტს საქმის რეზონანსულობიდან გამომდინარე დიდი საჯარო გამოხმაურება მოჰყვა. ფორმულას ჟურნალისტი მარიკა ბოლქვაძე ესაუბრა ბიჭის დედას, რომელიც საქმის სხვა საეჭვო გარემოებების შესახებაც ლაპარაკობს. ის ჩვენს ეთერს უერთდება. მარიკა, სამძებნო და საგამოძიებო მოქმედებების განახლებიდან 2 კვირა გავიდა. როგორია დედის პოზიცია ამ ეტაპზე, მოგიყევი? ბოლო პროცესებიდან გამომდინარე, გურამ დადიანიძის დედა, გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა მიიჩნევს, რომ ახლა მისი და გურამ დადიანიძის საქმეზე მომუშავე ადვოკატის ტარიელ კაკაბაძის მიზანმიმართული დისკრედიტაციის და გაშავების მცდელობა მიმდინარეობს კონკრეტული დაინტერესებული პირებისგან, რომლებიც სავარაუდოდ მისივე ეჭვის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიძლება იყვნენ ხაზზე. მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში გურამ დადიანიძის Facebook გვერდიდან კონკრეტული განცხადება, რომელიც ოსურ ენაზე იყო დაწერილი, გამოქვეყნდა გურამ დადიანიძის დედა საათების განმავლობაში იმყოფებოდა გამოკითხვაზე. გამოკითხვიდან გამოსულ სოფო ბიბილაშვილს ეჭვი უჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ გამოძიება ზედაპირულად მიმდინარეობს, რადგან არსებობს კონკრეტული ფაქტები, რომელთა დაკავშირებისაც დაკითხვის პერიოდში განმავლობაში ის ინფორმაციას აწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას, თუმცა დამატებით უწყებები ამ დეტალებით არ ინტერესდებიან და მხოლოდ შემოიფარგლებიან მისი ვერსიების მოსმენით. მაყურებელს შევახსენებ, რომ რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნდა გურამ დადიანიძის გვერდზე ოსურ ენაზე დაწერილი პოსტი. შემდგომში ძალიან მალე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ვიხილეთ ოფიციალური განცხადება და უწყების განცხადებაში ეწერა, რომ ტელეგრამ არხში დაიგეგმა ამ განცხადების გამოქვეყნება, სადაც გურამ დადიანიძის დედის ახლობლები და სხვა დაინტერესებული პირები, რომლებიც დამოუკიდებელ გამოძიებას ახორციელებენ და აწარმოებენ ამ საქმეზე, იყვნენ ამ ჩატში ტელეგრამ არხში. შემდგომში უშუალოდ დაინტერესებულმა პირმა ყალბი აკაუნთით გამოაქვეყნა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს გურამ დადიანიძის დედამ და ადვოკატმა გურამ დადიანიძის Facebook გვერდიდან გამოსაქვეყნებელი პოსტის შესახებ წინასწარ იცოდნენ მტკნარი სიცხრუე და ყველაფერი მიმდინარეობს გურამ დადიანიძის დედისა და ადვოკატის დისკრედიტაციისთვის. ამასთან ერთად გეტყვით, რომ ნახსენები იყო კონკრეტული პირის სახელი და გვარი. ეს არის ჯუმბერ ბუჩაშვილი, რომელიც წლების წინ გურამ დადიანიძის დედას მლეთაში საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას ისე ეცნობოდა, როგორც დუშეთის ერთ-ერთ პოლიციის განყოფილებაში დასაქმებული გამომძიებელი. ჩვენ ცხადია, ამასთან დაკავშირებით დავუსვით შეკითხვები გურამ დადიანიძის დედას. სოფო ბიბილაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ეს პირი მაშინ მართლაც ისე ეცნობოდა, როგორც გამომძიებელი. ამასთან ერთად ხშირად შეუმჩნევია საქმის ოქროს მოწმესთან, კახა გელაშვილთან ერთად საუბრისას საგამოძიებო უწყებების მიმდინარეობისას ისინი ერთად იმყოფებოდნენ. უცნობია, რასთან დაკავშირებით საუბრობდნენ ისინი და უცნობია აგრეთვე იცნობდნენ თუ არა საქმის ეს საეჭვო გამომძიებელი, რომელზეც არ ვიცით ჯერჯერობით ზუსტად გამომძიებელი იყო თუ არა და კახა გელაშვილი, რომელიც საქმის ოქროს მოწმეა ერთმანეთს, თუმცა დედას რჩება შთაბეჭდილება, რომ ახლა კონკრეტული პირები თანამშრომლობენ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და მთელი ამ დისკრედიტაციის მცდელობებით, გაშავების მცდელობებით და აგრეთვე კონკრეტული პოსტებით გამოძიების გზის და კვალის არევას ცდილობენ. რამდენჯერაც მივიდოდით იქ მლეთაში გურიკას საძებნელად, კახა და ჯუმბერი სულ ერთად დადიოდნენ. კითხვებს მისავდა ჯუმბერი და ვფიქრობდი, რომ ნეტა ეს კაცი ვინ არის, მეთქი ახლა ჯერ ისედაც ეს დაღლეთ განერვიულებული ვარ და რას მისავდა. მე ნამდვილად არ ვიცი, მანამდე იცნობდნენ თუ არა ერთმანეთს. რა ვიცი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს ინფორმაცია რატო გაავრცელა, არ ვიცი. თუ კი რამე ხელჩასაჭიდი რამე ვიცოდი და უთხარი. მომისმინეს მარტო ერთ-ერთ შემეკითხნენ, რატო დამებადა ეს ეჭვი? თავისთავად ეჭვი დამებადება, გამოდიან ტელევიზიით და ლაპარაკობენ. და იციან, რომ ეს საქმე უნდა აშკარავდეს და გაირკვეს სიმართლე რა მოუვიდა გურამის. ეხლა უკვე დაიწყეს ჩემი გაშავება, იმიტომ ის ხალხი მასშავებს, ვისაც არ უნდა, რომ გურიკა ვიპოვო.
გურამ დადიანიძის Facebook გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან მალევე ვიდეო მიმართვით გამოეხმაურა ამ პოსტს საქმის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე. ამ პოსტში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ პოსტში ეწერა, რომ ტარიელ კაკაბაძემ წინასწარ იცოდა იმის შესახებ, რომ გურამ დადიანიძის გვერდიდან უნდა გამოქვეყნებულიყო კონკრეტული განცხადება. ტარიელ კაკაბაძე ამ ყველაფერს უარყოფს და ამბობს, რომ მისი გაშავების მცდელობაც მიმდინარეობს ახლა, რადგან ის ძალიან სწრაფად და ოპერატიულად ჩაერთო ამ საქმეში, გამოავლინა ბევრი საეჭვო გარემოება. ამასთან ერთად ტარიელ კაკაბაძე პირია, რომელიც მუდმივად ამბობს, რომ წლების განმავლობაში საგამოძიებო უწყებებს ამ საქმესთან დაკავშირებით ჯეროვანი გამოძიება არ ჩაუტარებიათ და ის დედასთან ერთად გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედასთან ერთად ხელახალ გამოძიებას და საერთოდ ხელახალ კონკრეტული პირების დაკითხვას მოითხოვს. მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაკეთებულ განცხადებას თითქოს გურამ დადიანიძის სახელით დაწერილი პოსტის თაობაზე მე წინასწარ ვიცოდი. მინდა გითხრათ, რომ ეს არის სრული სიცრუე, სრული აბსურდი. ეს სიცრუე ემსახურება ჩემს პირად და ჩემს დისკრედიტაციას. ვინაიდან მე როდესაც ჩავერთი ამ საქმეში, ვამხილე შინაგან საქმეთა სამინისტრო, პირდაპირ განვაცხადე, რომ საქმეს ხელს აფარებდნენ თავის დროზე, ხელოვნურად არ გამოიძიეს ეს საქმე, ჩაატარეს არასრულფასოვნად საგამოძიებო მოქმედებები, უფრო მეტიც 3 წლის დაგვიანებით დაიწყო გამოძიება ამ საქმეს. მეც, ჩემი თანამშრომლებიც ვაკეთებდით ყველაფერს, გაგვერკვია თუ ვინ იყო თუნდაც ეს ნასვამი ჩოჩორი, თუ ვინ იყო იმ ფეიქ აკაუნტების უკან, რომლებიც გარკვეულ პოსტებს წერდნენ და ასე შემდეგ. აქვე მოგახსენებთ, რომ საგამოძიებო ორგანოს კონკრეტულად გამომძიებელს პროკურორს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ სკრინების თაობაზე, რომელიც გამომიგზავნა აღნიშნულმა პიროვნებამ. როგორც მოისმინეთ, გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედას ეჭვი-უჩნდება, რომ გამოძიება ახლა ფასადურას და უბრალოდ საჩვენებლად მიმდინარეობს. ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ იმას, რასაც წლების განმავლობაში გურამ დადიანიძის დედა ითხოვდა, რომ ჩატარებულიყო ჯეროვანი გამოძიება, მოკვლეულიყო კონკრეტული ადგილები, სადაც ბოლოს გურამ დადიანიძე ნახეს, მხოლოდ ახლა სოციალურ ქსელში ამ ამბის გახმაურების შემდეგ აკეთებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მაყურებელს გავახსენებ იმას, რომ გურამ დადიანიძე 14 წლის წინ გაუჩინა და მაშინ ის 17 წლის იყო, როდესაც თანატოლებთან და ორ სრულწლოვან ადამიანთან ერთად, რომელთაგანაც ერთი მიკროავტობუსის მძღოლი იყო, მეორე კი თანატოლების მშობელი, ქვემო მლეთაში ლომისობის დღესასწაულზე, ლომისას მოსალოდსაც წავიდა. მას შემდეგ მისი კვალი იკარგება, მეგობრები ამბობენ, გურამ დადიანიძის მეგობრები ამბობენ, რომ გურამ დადიანიძის მოძებნა მაშინ ვერ მოხერხდა, რადგან სიბნელე იყო და ის გაუჩინარდა და საქმეში ძალიან ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. ამასთან ერთად ჩანს, რომ მოწმეთა ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია, საწინააღმდეგო ერთმანეთის და ჩნდება განცდა, რომ მოწმების თავიანთი ჩვენებები ცდილობენ, რომ გამოძიებას ზააურიონ. 12 წელია კი გურამ დადიანიძის დედა საქმის გამოძიებას ითხოვს. გამოძიება გაუგრძელდება, კონკრეტული ლოკაციების მოკვლევა მიმდინარეობს. ამასთან ერთად ხელახლა იკითხებიან საქმის ოქროს მოწმეები, რომლებიც 14 წლის წინ გურამ დადიანიძესთან ერთად ლომისობის დღესასწაულზე ქვემო მლეთაში იმყოფებოდნენ.